მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი, ჩემი სახელი არის კიბორგა და დღეს ჩვენ განვიხილავთ Call of Duty Mobile ვერსიას. სანამ დავიწყებდე ვიდეოს, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ და კომენტაროთ და გააქტიუროთ ზარისღილაკი იმისათვის რომ უფრო და უფრო მეტი სიახლეები შემოგთავაზოთ. მოკლედ რაშია საქმე მეგობრებო, $2000 მაქვს დარიცხული ამ აკაუნტზე და ერთად ვნახოთ აბა რეები დავითრიე. ესეც ავატარი, უცებ გადავირბინოთ ეს რაღაცეები, ავატარი, ჩარჩოები და ბანერები, უცებ შევათვალიეროთ გამომდინარე იქიდან, რომ წინ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები გველოდება, გულისხმობ იარაღების და სეტების განხილვას, რა თქმა უნდა. ესეც ბანერები ძალიან ბევრი გვაქვს რაოდენობაზე და ძალიან ესეთი მრავალფეროვანი. თქვენ გეცოდინებათ, რომ როდესაც ჩვენ ვასრულებთ რაღაცა მისიებს, კაი რაღაცებს გვჩუქნიან ხოლმე რა. ბანერი იქნება თუ ჩარჩო იქნება თუ რამე იარაღი თუ და ასე შემდეგ და ზოგიერთი რაღაცეები აქიდან მეგობრებო არის ფასიანი სპინებიდან დაგდებული და ასევე უფასო სპინებიდან და ესე მაქსიმალურად რაღაცეები შევაკოწიწეთ. მოკლედ აქედან ეგრევე გადავდივართ ეგრეთ წოდებულ გარაჟში და უბრალოდ ნახეთ რა დერსკობა რაღაცეები მეჩითება რა. დამერწმუნეთ მეგობრებო, ესეთი რაღაცეები ყველა მოთამაშეს ნამდვილად არ აქვს რა. შეხედეთ მაგალითად დავიწყოთ აი ამითი რა, ეს არის ეგრეთ წოდებული ტანკი. ხედავთ აგერ რაოდენობებზე თუ რამდენიც აკვავს და რეებიც. ჩემთვის ფავორიტი არის რა თქმა უნდა ეს მოოქროვილი რა, ოქროსფერი ორნამენტებით რო არის. დალში ესეც საფრენი რაც შეეხება მანქანას, ზოგადად გემოვნებაზე არ დაობენ, არ ვიცი ვის რა გევასებათ და ვის რა მოგწონთ, მაგრამ მე პირადად გიჩვენებთ ეხა რომელი მანქანა მევასება, რა თქმა უნდა გულისხმობ სპორტკარს რა. აი ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი მანქანა ჯერჯერობით ამ თამაშში. სამომავლოდ არ ვიცი აბა რანაირი მანქანები გეიჩითება, ეს უკვე რა თქმა უნდა ადმინისტრაციაზე არის დამოკიდებული თუ რას შემოგთავაზებს სამომავლოდ. ესეც სასრიალო დალში ვეტფრენი. ეს ვეტფრენი დავაგდე ერთ-ერთი სპინზე რა, ფასიან სპინზე დავაგდე, თუ არ ვწდები აი Dead of Night რო არის რა, მაგისი ვიდეოც მიდევს. ხო აი მაგის კომპლექტაციაზე მოყვა ეგ სპინი, თავიდან ბოლომდე მქონდა ასე რომ ვთქვა დახურული და ეგ ვეტფრენი არის ჩემთვის ნომერ პირველი მეგობრებო. რაც შეეხება მოტოციკლეტებს, შეხედეთ რა უბრალოდ ამ მოტოციკლეტს სფერები თუ როგორ მოძრაობს რა. წინა ვიდეოებზეც ვახსენე რომ ამ თამაშს აქვს უმაგრესი გრაფიკა და რამოდენიმე სიტყვით მინდა ასევე შევეხო ერთ საკითხს, რომ თქვენ იცით მე დავიწყე ვიდეოების დადება PUBG-ის ვიდეოებს ვდებდი და შემდგომ უკვე გადმოვედი მაქით Call of Duty Mobile-ზე რა და ამ ვიდეოებს ასე რომ ვთქვათ მაინც და მაინც ბევრი გამოხმაურება არ აქვს გამომდინარე არ ვიცი რატომ, რისგან გამომდინარე, არადა ეს თამაში ბევრად უფრო უკეთესი არის მეგობრებო PUBG-სთან შედარებით რა, მაგალითად რო ვთქვათ, მაგრამ რატომღაც ჩვენ აუდიტორიას უფრო მოსწონს PUBG-ის ვიდეოები. სავარაუდოდ ამ თამაშზე Call of Duty Mobile-ზე ეს იქნება ბოლო ვიდეო. ესე აკაუნტს მიმოვიხილავთ და სავარაუდოდ ბოლო ვიდეო იქნება. $8000 მქონდა დარიცხული PUBG-ის აკაუნტზე და $2000 მაქვს დარიცხული ამ აკაუნტზე, ხა რომელსაც ვათვალიერებთ ეს Call of Duty Mobile არის, რა თქმა უნდა.
აქედან ჩვენ ეხა ეგრევე გავხედოთ მეგობრებო პერსონაჟებს რა სეტები თავიდან აი ამ მასტებით იწყებოდა ხოლმე რა აი ეს უბრალო რაღაცეები ამებს აგდებს ხოლმე თავიდან რა და შემდგომ უკვე სხვა რაღაცეები დავამატე ჩემთვის ნომერ პირველი სეტი არის მეგობრებო სწორედაც რომ ეს Dead of Night რა არ ვიცი რა ვთქვა უმაგრესი რაღაც არის ამის სპინი ვაფშე დახურული მაქვს დალშე ნომერ მეორე სეტი არის ჩემთვის ეს ჯილტის სეტი ეს სპინიც რა თქმა უნდა დახურული გვაქვს და ეგ ვიდეოებიც გვიდევს ჩვენ YouTube არხზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ მეგობრებო დალშე რა ხდება აბა სხვა კაი რაღაცეებიც იჩითება აი ხედავთ რეებიც არის მაგალითად სნაიპერით ვისაც გევასებათ თამაში და რაღაცა კამუფლაჟი და მასეთი რაღაცეები ესე შეგიძლიათ რომ ეს გრინჩი მონიშნოთ და ამითი რომ ითამაშოთ დალშე ესეც ჩემი ფავორიტი არის მეგობრებო ეს პერსონაჟი ამითი ძირითადად ვთამაშობ როდესაც ზომბებს როდესაც ვეთამაშები მაშინ ამ სეტი ვთამაშობ ხოლმე და ესეთი რაღაცეები არის რა ნიტოქში თქვენ თვითონაც ხედავთ რა რეებიც იჩითება დალშე რაც ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი არის იარაღები მეგობრებო და ხედავთ მარჯვენა მხარეს რეებიც მაქვს განლაგებული რა 5 თუ 6 რაღაცა შეგიძლიათ რომ დაამატოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ თაროზე გულისხმობ ისეთი იარაღები შემოვალაგე რომლებიც არის ასე რომ ვთქვათ ბესტი რა ბესტი იარაღები აი კარამბიტი სნაიპერი ხო ხელთათმანი და რაღაცეები მაგრამ მაგი მოდით ცალკე დავათვალიეროთ იმიტომ რომ აქ რაოდენობაში სულ ყველას არ მიჩვენებს ამიტომ გადავიდეთ ცალკე და აი აქიდან შევათვალიეროთ თუ რეებიც აგვაქვს დათრეული ეს იარაღი არის ჯილტის სპინი რომელიც წეღან გითხარით ეგ ოქროსფერდიანი გოგონა რო იდგა მაგისი იარაღი არის უბრალოდ ეს მაქვს გასამაქსი მეგობრებო სადღაც მე-6-მდე თუ მე-8-მდე შეიძლება მე მგონი ამისი აწევა და ეგეც აუცილებლად გაიმაქსება უბრალოდ ეხა მაგის გამახსვის ვიდეოს ნახდად ვერ ჩავწერ ცალკე ესეც Dead of Night-ის იარაღი აი შეხედეთ რა მეგობრებო ამითი სიმართლე გითხრათ ცოტა რთული სათამაშო არის რა რომ გავტესტე და სხვადასხვა ბაზებზე რომ ვითამაშე ამითი ცოტა რთული სათამაშო არის და თავისი ასე რომ ვთქვათ დამოღამება ჭირდება რა თქმა უნდა დალშე აბა ეს რა არის ეს AK-47 უბრალოდ პირველად ვხედავ ესეთ AK-47-ს მეგობრებო დალშე გავაგრძელოთ აბა ესეც მეორენაირი AK-47 აი შეხედეთ რა უბრალოდ რანაირი არის რა ეგეთ რაღაცეებს შეხვდებით რომ არ ვიცი რა მართლა გაოგნებულები დარჩებით მეგობრებო ეს იარაღი დავითრიე დღეს დავითრიე იტოქში სადღაც და ეს პულიმიოტი არის რა $100-მდე დამიჯდა ამ იარაღის გახსნა მაგრამ თამაშის დროს რო გავტესტე მართლაც და რო ძალიან ვისიამოვნე და ძალიან კაი იარაღი გამოდგა და ასევე დავითრიე აი შეხედეთ მეგობრებო საოცნებო ხელთათმანები რა ეს არის ახალგამოსული ხელთათმანები დაახლოებით $200 მივახარჯე ამის გახსნას $200 მივახარჯე მეგობრებო ეს ხელთათმანები რო გამეხსნა მაგრამ როდესაც ვნახე აი ეგრევე ძალიან დამევასა და ზოდიაქოსი არის თუ არ ვცდები
კონკრეტულად ვერძის ხელთათმანები არის რა იტოქში და აი რო გავხსენი ეს თამაში და ეს რო დევინახე იტოქში ახალდამატებული არის ეგრევე დამევასა და რაც არ უნდა დამჯდომოდა უეჭველი უნდა დამეთრია და დავითრიე კიდეც აბა რასიზამ და კიბორგა მეგობრებო მეტი იარაღები გავაგრძელოთ კაი კატანებიმებზე გადავიდეთ რა დანებზე გადავიდეთ კარამბიტი ესეთი სტილის დანა მევასება ძალიან მოსახერხებელი არის თამაშის დროს ჩვენ ორნაირი კარამბიტი გვეჩიტება ჯერჯერობით ხო ესეც მეორე კარამბიტი დალშე უკვე აი ესეთი სტილის დანებიცა გვაქვს რა იტოქში და კატანებიც გვეჩიტება თუ არ ვცდები ხო აი ერთი კატანა მეორეც მაქვს აი აქ ეს უკვე ყვითელ იმაზე არის რა ფერებში და ყვითელ ორნამენტებზე დანებიც გვაქვს რა იტოქში დანები ნაჯახები რაღაცეები გვეჩიტება იტოქში რაოდენობაზე და თქვენ იცით რომ მე მევასება ეს კომპლექტაციები მევასება ხოლმე მეგობრებო რო ესე მაქსიმალურად ერთმანეთს რო შეუხამო რაღაცეები და აი მასე რო ვითამაშო ხოლმე დალში აქ საინტერესო რა იქნება ესეც ერთ-ერთი საინტერესო პულიმიოტი არის ამითი კიდევ ვთამაშობ ხოლმე რა ეს თვითონ ფერი თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ რა რანაირი ფერიც გინდათ მაგრამ რა თქმა უნდა ეგ ჯერ უნდა დაითრიოთ რაღაცეები იტოქში უნდა დააგროვოთ და ესე ნაბიჯ უნდა აწყოთ და მოხოდოთ თქვენი სათამაშო აკაუნთი მეგობრებო აი ესეც მაგისი მსგავსი რა იტოქში ფერში ოკეი სნაიპერებზე გადავიდეთ ახლა შევათვალიეროთ სნაიპერები კაროჩე ჩემთვის მეგობრებო ეს Q-33 აი ეს სნაიპერი არის ჩემთვის მეგობრებო ნომერ პირველი სნაიპერი რა თქმა უნდა ჯერჯერობით გამომდინარე იქიდან რომ აი ხო იცით რომ ზოგი სნაიპერი ეგეთი არის რომ არაკლავს ხოლმე რა ერთით როდესაც მოხვდება არაკლავს ხოლმე და აი ეს სნაიპერი იმენა სადაც არ უნდა მოხვდეს ნებისმიერი ადგილი ხელზე იქნება თუ ფეხზე იქნება თუ და ასე შემდეგ იმენა აი ერთით ააგდებს ხოლმე მოწინააღმდეგეს და ძალიან მევასება ეს სნაიპერი ჩემთვის არის ნომერ პირველი აქ მეორე სნაიპერიც გვაქვს მაგრამ ეს თან ჯილდის მინიდან არის მაგრამ სათამაშოდ რატომღაც მოსახერხებელი არ არის მე გეუბნებით მეგობრებო ჩემს დამოკიდებულებას და ჩემს აზრს და თქვენ შეიძლება ვაფშე სხვა რაღაცეები გევასებოდეთ და სხვა რაღაცეები მოგწონდეთ და ასე შემდეგ რა ესეც Dead of Night-ის იარაღი კომპლექტაციაში რომელიც მოვიდა ესეც რა თქმა უნდა მაგარი არის და ბოლოსკენ უკვე ისეთი უბრალო რაღაცეები იჩიტება მეგობრებო აქ თუ არ ვცდები ერთ-ერთი ელექტრო შოკერი არის რომელიც ძალიან მომწონს რა აბა ვნახოთ მაგი ნახოთ ავარეები გიჩიტებას რას დავაჭირე ნუ ეს არის რა მეგობრებო ძირითადად ჩემი იარაღების დანების რა ვიცი ხელთათმანების ნაკრები რა რომლებიც გვაქვს დათრეული აქიდან ეხა ჩვენ პირდაპირ გადავიდეთ პერსონაჟებზე ანუ 10 პერსონაჟი არის 10 პერსონაჟი საით რომლის დასეივებაც თქვენ შეგიძლიათ და ამებს უცებ გადავავლოთ თვალი აი მაგალითად ეს ერთი პერსონაჟი და წეღან როგორც ვახსენე
აი კომპლექტაციებში მაქვს ხოლმე აწყობილი და ერთმანეთთან შეხამებული კაი რაღაცეები. ამ 10 პერსონაჟიდან ჩემთვის 1, 3 თუ 4 რა თქმა უნდა ფავორიტი არის. ძირითადად ამით ვთამაშობ ხოლმე ამ პერსონაჟით. კაი შესაძლებლობები აქვს. ყველას რა თქმა უნდა განსხვავებული და ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს მეგობრებო და დალში უკვე დამოკიდებული არის იმაზე თუ რანაირად ითამაშებთ რა და რანაირად გაქვთ დამოღამებული ხოლმე. ესეც მე-10 პერსონაჟი და დღეისათვის მოკლედ სულ ეს იყო ესე ზედაპირულად განვიხილეთ ჩვენი აკაუნთი და გთხოვთ რომ დამიკომენტაროთ მეგობრებო თუ რომელი თამაში ვითამაშო რა. PUBG დავასრულე, Call of Duty დავასრულე და რომელიმე ისეთი თამაში მირჩიეთ, რომ შეუძლო ასე რომ ვთქვათ ოპენინგები და კაი რაღაცეები რომ მოუხოდო. გთხოვთ რომ დამიკომენტაროთ. დაგემშვიდობებით ეხლა და წარმატებებს გისურვებთ.